ადგილობრივი ინფორმაცია. მოაზროვნეთაობა და პირველი ონლაინ კონკურსი, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა. მე-17 საჯარო სკოლის ინიციატივით მათემატიკის კონკურსში 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მოაზროვნეს ტიტული 33 მოსწავლეს უნდა მიენიჭოს. მე-17 საჯარო სკოლაში დღეს მათემატიკის კონკურსის სახელწოდებით მოაზროვნე მეორე ტური გაიმართა. იდეამ, რომელიც მათემატიკის კათედრაზე დაიბადა, სრულიად საქართველო მოიცვა. პირველ ტურში 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ონლაინ კონკურსში 250 გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის იდეა გაჩნდა ჩვენი სკოლის მათემატიკის კათედრაზე და ამ კონკურსის იდეის ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ტური ჩატარდა ინტერნეტით და მთლიანად სრულიად საქართველოს ყველა სკოლის საჯარო და არა მარტო საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოაზროვნე მოსწავლეთა კონკურსანტები საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ. პირველ ტურში ინტერნეტის საშუალებით საბერძნეთიდან და გალის რაიონიდანაც მონაწილეობდნენ. მე პირველ ტურში მონაწილეობდი და მოვიგე. ახლა მეორე ტურში მონაწილეობ. გამარჯვების იმედი. მე პირველ ტურში გავიმარჯვე და იმედი მაქვს მეორე ტურშიც გავიმარჯვებ. მსგავს ტურში არ მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ცოტათი ვნერვეულობ. მოსწავლეთა ნამუშევრებს კონკურსის ორგანიზატორები, უნივერსიტეტის პროფესორები ასწორებდნენ. მოაზროვნეთა კონკურსს განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძეც დაესწრო. იგი იდეის წარმატებულობაზე საუბრობს. ფაქტი, ასეთი ონლაინ კონკურსის ჩატარების ეს პირველი არის საქართველოში და როცა პირველი კეთება, თან კეთება ქუთაისში და კეთება იმ სკოლაში, რომელსაც წარმატებები ნამდვილად არ აკლია, ეს ძალიან დიდი ფაქტი არის და ძალიან დიდი ის არის იდეა ამ სკოლის, რომელიც განახორციელეს და დღეს ვნახულობთ ჩვენ უკვე შედეგებს ამ მთელი ონლაინ კონკურსის დასვით ტურს. პირველ ტურში მონაწილეობის იდეა წამოვიდა იქედან, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროგრამა ირმის ნახტომის ხელშეწყობით აბსოლუტურად ყველა საჯარო სკოლა, თითქმის ყველა საჯარო სკოლა კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი და ასევე ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინტერნეტი დღესდღეობით მიეწოდება. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა იმისა, რომ პირველი ტური ჩატარებულიყო ონლაინ ტური. კონკურსის მსვლელობას მშობლები თვალს ეკრანზე ადევნებდნენ. გულშემატკივართათვის სკოლის დერეფანში მაღალკლასელთა მონაწილეობით სპეციალური ღონისძიებაც გაიმართა. დღესვე საჯარო სკოლის გოგონათა ანსამბლის მონაწილეობით სიმღერებიც გაჟღერდა. ჩემი შვილი პირველად მონაწილეობს ამ კონკურსში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემმა შვილმა მიიღო ამ კონკურსში მონაწილეობა და ასეთი კონკურსები იმედია მრავალჯერ ჩატარდება ჩვენს მხარეში და ეს ძალიან უწყობს ბავშვების ლოგიკურად ჩამოყალიბებას, მათი უნარჩვევების განმტკიცებას. ამ კონკურსის დასრულების შემდეგ ბავშვებისთვის სპეციალურად ნიღბების თეატრი არის ჩვენთან მობრძანებული, რომლებიც ძალიან ისეთ საინტერესო გასართო პროგრამას წარმოუდგენენ ამ ბავშვებს. ამ დროის განმავლობაში ეს ნამუშევრები, ამ ბავშვების ნამუშევრები გასწორდება და გამარჯვებული ბავშვები უკვე დღესვე გამოვლინდება. მომავალში, იმიტომ რომ გამოხმაურება ინტერნეტით წერენ ბავშვები, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღო მსგავსი ტიპის კონკურსებში, ქართულში, ინგლისურ უცხო ენაში, გეოგრაფიაში და ასე შემდეგ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ვიწყებთ მუშაობას უკვე სხვა დანარჩენ, ასე რომ ვთქვათ, დისციპლინებში მსგავსი ტიპის კონკურსების ჩატარებისა. პროექტი, რომელიც მოაზროვნეთა გამოვლენას ითვალისწინებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იმერეთის განათლების რესურს ცენტრისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით განხორციელდა. კონკურსის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.